იქ იყო მოთხოვნები დაწყებული იმით, რომ ბატონ ზვიად, გეტყვით რა, ორი მთავარი აქცია, რაც იმართებოდა ადმინისტრაციასთან. ერთი ეს იყო ლევან მამალაძის შეწყალების მოთხოვნით და მეორე იყო 2010 წელს დაკავებული ადამიანები ზაუტაშვილი, მუსემიანი, კოკაინის საქმეზე ნიკოლოზ ბჟავანაძე და მისი ეს ვთქვათ ორგანიზაციის წევრები მართავდნენ ასე. ამ ორი საქმიდან არის რომელიმე, რომელიც არის მთავარი საქმე. ქალბატონო დიანა, ძალიან ვაფასებ თქვენს პროფესიულ მიდგომას და საჯაროდ ვადასტურებ ჩემს სიმპათიას. უბრალოდ მე კიდე ერთხელ ვამბობ, რომ ახლა ჩემგან ამის მითითება ეს გარკვეულწილად მინიშნება კი არ იქნება, თქმა იქნება ყველაფრის, იმიტომ რომ ახლა მიდის საგამოძიებო პროცედურები და არის რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი დაკითხული, ყოველ შემთხვევაში რამდენიმე ნამდვილად ვიცი რომ დაკითხულია და ასევე მაქვს იმედი რომ კიდევ ბევრი დაიკითხება, მათ შორის ის ადამიანებიც, რომელიც საჯელასრულების დაწესებულებაში იმყოფებიან, იმიტომ რომ მათ საქმეებთან დაკავშირებით არის დღეს საუბარი. ბუნებრივია დღეს მე ამაზე მინიშნების გაკეთებაც კი არ მემაჩნია მართებულად, იმიტომ რომ დღეს მიდის გამოძიება საწყის ეტაპზე და ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები აქვს მისაღები გამოძიებას. მე იმ პათოს ვიზიარებ, რაც ალეკოს ჰქონდა ამ დღეებში და ეს ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, რომ ჩვენ დღეს გამოძიების ინტერესებს ნამდვილად არ ვავნებთ, იმიტომ რომ ეს გამოძიება დაიწყო კიდევ ერთხელ ვამბობ ალეკოს საჯარო განცხადებიდან და ჩემი საჯარო კომენტარიდან და ჩვენი ინტერესი არ არის რომ გამოძიებას ახლა ხელი შეუშალოთ. პრეზიდენტი მზად არის მისცეს ჩვენება, იმიტომ გეკითხებით რომ თქვენ იმ ორგანოს ხელმძღვანელობთ, რომელიც პრეზიდენტთან არსებობს და შესაძლოა იცოდეთ მისი პოზიციის შესახებ. ის მზად არის მისცეს ჩვენება. მთავარი შეკითხვა, რომელიც აქვს მაგალითად ქალბატონ ბესელიას. ვისი პოზიციის შესახებ? პრეზიდენტი მზად არის ამ თემაზე მისცეს ჩვენება, თუ თქვენ არ გინდათ პრეზიდენტის სახელით გვიპასუხოთ ახლა ჩვენ ამ კითხვას. გაცრავად. ბატონ ზვიად, სარეკლამო პაუზა გვექნება ახლა ეთერში და რეკლამის შემდეგ ისევ თქვენთან დავბრუნდებით, დაგველოდეთ. საქართველოს მთავრობის ინიციატივით 2013 წლიდან მცირემიწიან ფერმერთა უპრეცედენტო 3-წლიანი პროექტი დაიწყო. პროექტის მიზანი მცირემიწიან ფერმერთა სტიმულირება და საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინების ხელშეწყობაა. 2013, 2014 და 2015 წლებში 600,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი დამუშავდა. ფერმერებმა 300 მილიონ ლარზე მეტი ფინანსური დახმარება მიიღეს. უსასყიდლოდ გადაეცათ სასოფლო-სამეურნეო ინვენტარი, სასუქი, სათესლე მასალა, მცენარეთა მოვლის საშუალებები და ნერგები. პროგრამის განხორციელების შედეგად 20 წლის დაუმუშავებელ მიწებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება დაუბრუნდა. ძლიერი სოფელი, ძლიერი საქართველოა. გახდი სანტა, შეიძინე ელიტ ელექტრონიკში ბოშის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, აირჩიე საჩუქარი, ფასდაკლება და მოიგე 20,000 ლარი, ან სხვა უამრავი პრიზი. დაასწარი სანტას. არიელის ფხვნილი სითხედ გადაიქცა. ის აშორებს ლაქებს როგორც ფხვნილი და უფრთხილდება ტანსაცმელს როგორც სითხე. ახალი არიელი თხევადი ფხვნილი. ფხვნილი და სითხე ერთში. Procter & Gamble, ხარისხი მომგებიანია, თავად სადეთ. ცხოვრება სავსეა სასიამოვნო მომენტებით. თუმცა, როდესაც სურვილის სასასრულებლად თან ხარ ყოფნის, ვილუსში შეზგვერდითა. მიიღე სესხი მხოლოდ ჩვენთან. ამით დაზოგავ პულსას და დროსაც, რადგან ვილუსჯის სესხი ყველაზე სწრაფი და ხელსაყრელია. დარჩი საუკეთესოსთან. ვილუსჯი. გადაიხადე ნებისმიერი უკონტაქტო ბარათით. და ყოველ მე-20 ტრანზაქციაზე საჩუქრად მიიღე 5 ლარი. TBC ბანკის უკონტაქტო ბარათები. გადახდა მომგებიანია. TBC ბანკი. ნეტკრედიტი არის კომპანია, რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს. იმისთვის, რომ მოგანიჭოთ სიხარული, ჩვენ არ გჭირდება თეთრი წვერი და წითელი მოსასხამი. ახლა სესხის აღებისას თქვენ გაქვთ შანსი მოიგოთ ავტომობილი Kia Rio, ტელევიზორი ან პლანშეტი. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე.
იუმორინა 2016 გელით დიდ საკონცერტო დარბაზში 13 დეკემბერს სრულიად ახალი პროგრამით გარდამჭერი ქალაქ თბილისის მერია და საკრებულო პროექტს წარმოგიდგენთ ქართული ტრადიციული მეღვინეობა გენერალური სპონსორი საფინანსო კომპანია საქართველო შეიქმნით საუკეთესო საახალწლო განწყობა მოგზანდით და ნახეთ ახალი საახალწლო კონცერტი იუმორინა 2016 საახალწლო საჩუქარი, ნოუთბუქი Acer-ი, 799 ლარი. საახალწლო ფასდაკლება ტექნობუმში. ყველაზე ხშირად მუცლის ტკივილი სპაზმის ბრალია. ტკივილგამაყუჩებელი მხოლოდ ტკივილს ბლოკავს. სპაზმი კი რჩება. ნოშბა, სპაზმისა და ტკივილის წინააღმდეგ. ახლა უკვე კარგად ნაცნობი შეფუთვით. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. სანოფი საფრანგეთი. ჩვენ ბევრი წელი გავატარეთ ერთად, მაგრამ ყველაფერი ადრე თუ გვიან მთავრდება და მე ტოსტების გაკეთებისას გადავიწვი. მუდამ შენი ტოსტერი. თქვენი ოჯახის წევრი ვიყავი, სანამ ის კატა არ მოიყვანეთ, რომელმაც მე ზამბარა მომიგდო და თავისი მოუსვენრობით კარადაც ჩამოაყრია. მუდამ შენი სავარძელი და კარადა. შენი ოცნება ასრულდება, ამ ახალ წელს ერთად გავატარებთ, სიყვარულით ალბები. აიღეთ ან გააერთიანეთ თქვენი სესხები და ისარგებლეთ სამომხმარებლო სესხით ნებისმიერი მიზნობრიობით. ბანკი რესპუბლიკა, ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი. დირსი გიოცავთ შობა ახალწელს და გთავაზობთ სპეციალურ პირობებს დასრულებულ გარემონტებულ ბინებზე. მხოლოდ 15 იანვრამდე 2 და 3 ოთახიანი ბინები 10%-იანი ფასდაკლებით. იჩქარეთ, შეიძინოთ თქვენთვის ხელსაყრელი პირობებით. დირსი მოლოდინზე მეტი. საახალწლო საჩუქარი, ჭკვიანი რობოტი მტვერსასრუთი, 399 ლარი. საახალწლო ფასდაკლება ტექნობუმში. 15-დან 18 დეკემბრამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი სოლიდარობის ფონდი თბილისში პირველ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს. საქართველო მნიშვნელოვანი მონაწილე ხდება სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების გლობალურ დიალოგში. გახდი სანტა. შეიძინე ელიტ ელექტრონიკსში Philips-ის ტელევიზორების საუკეთესო ფასად, დაზოგე 500 ლარამდე და მოიგე 20,000 ლარი, ან სხვა უამრავი პრიზი. დაასარი სანტას. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ლიმონათი ხილიანი. როცა უკეთესი გინდა. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია მაქტიკომის როუმინგის ინტერნეტ პაკეტები 5 ლარიდან. გააგრძელე მაქტიკომის ინტერნეტით სარგებლობა უცხოეთშიც. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს კარდი ექსპრეს ბანკისგან. გადაიხადეთ ექსპრეს კარდით ყველგან და ყოველი გადახდისას დააგროვეთ ექსპრეს ბონუს ქულები. ექსპრეს ბანკი მარტივია. შემოდგომის სეზონის გასართობ გადაცემებს წარმოგიდგენ ჯეოსელი. შეიძინეთ Huawei smartphone და მიიღეთ საჩუქრად მობილური დამტენიან Bluetooth დინამიკი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია რიკო კრედიტი. სენსაცია, გადმოტანილ, პორტირებულ სესხებზე, მხოლოდ 0%. რიკო კრედიტი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორი Johnny Pilsner. Heute ein König. König Pilsner. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ლიმონათი ხილიანი. როცა უკეთესი გინდა. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია მაქტიკომის როუმინგის ინტერნეტ პაკეტები 5 ლარიდან. გააგრძელე მაქტიკომის ინტერნეტით სარგებლობა უცხოეთშიც. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს კარდი ექსპრეს ბანკისგან. გადაიხადეთ ექსპრეს კარდით ყველგან და ყოველი გადახდისას დააგროვეთ ექსპრეს ბონუს ქულები. ექსპრეს ბანკი მარტივია.
ჩვენ ბრუნდებით ისევ პირდაპირ ეთერში და საუბარს ვაგრძელებთ ზვიად ქორიძესთან შეწყალების კომისიით მოქმედ თავმჯდომარესთან. ბატონ ზვიად, მე გეკითხებოდით, სანამ სარეკლამო პაუზა იქნებოდა, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ, ზად არის თუ არა პრეზიდენტი მისცეს ჩვენება? მე პირადად ამ საკითხთან დაკავშირებით არ მქონია საუბარი პრეზიდენტთან, თუმცა იმდენად მნიშვნელოვანია ეს საქმე, რომ თუ გამოძიებას ექნება კითხვები, მე დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი ამ კითხვებს უპასუხებს. მთავარია გამოძიება წარიმართოს სწორად, წარიმართოს მართებულად და აუცილებლად ეს საქმე, რომელიც ახლა მთავარმა პროკურატურამ დაიწყო, მართალია ხანგრძლივი პაუზის შემდგომ, მაგრამ დაიწყო და საქმე არ დაიდება თაროზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეწყალების მექანიზმის სრულყოფისთვის კი არა მარტო, ან იმისთვის კი არა, რომ არ ხდებოდეს ცალკეული მჟავრდებულების რაიმე ფორმით დაიმედება და შემდგომ მათი იმედგაცრუება, იმიტომ რომ ასეთი მექანიზმები, როგორც ეს არ მუშაობს ხოლმე, არამედ ზოგადად ქვეყანაში ნორმალური დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისათვის. ეს აუცილებლად არის საჭირო და მე მართლა იმედით უყურებ გამოძიებას, მე მგონია რომ ამის უნარი და ამის ძალა დღეს ისევე როგორც ნება გამოძიებას ექნება. ბატონ ზვიად, თქვენ ამბობთ, რომ დაგვიანებით დაიწყო. მთავარი კითხვა, რომელიც ისმის, მაგალითად, ჩვენი პირველი სტუმრის მხრიდან ეკა ბესელიამ თქვა, რომ სად იყო ელისაშვილი წელიწადნახევრის წინ. რაზეც მე უპასუხე, რომ რატომ არ უსვამთ ამ კითხვას, მაგალითად, ყოფილ მთავარ პროკურორს ბადაშვილს, სად იყო ის წელიწადნახევრის წინ და მე ვიცი, რომ თქვენ არ გქონდათ მოსმენის საშუალება და ბესელიამ პასუხობს, რომ გესმით ჩემი? ბესელიამ პასუხობს, რომ ელისაშვილი ყვება, რომ რამდენიმე ადამიანს